ეს უბრალოდ არ ჩერდება. ჯოჯოხეთი, რომელსაც უკრაინა ტირიმელ ოკუპანტებს ატეხს, არ ცხრება. ის მხოლოდ ძლიერდება. როგორ? უკრაინამ ახლახან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახმელეთო ხიდი გადაჭრა კივიმისკენ, ორივე მხრიდან შეტევით. ახლა ყირიმი აღარ არის ნახევარკუნძული, ის კუნძულია. იზოლირებული, ხარდაჭერის გარეშე დარჩენილი. უკრაინის გათავისუფლების გეგმა იმდენად სრულყოფილია, რომ სასიკვდილო მახეს უჭერს რუს ოკუპანტე. რუს ოკუპანტებს პუტინი კონტროლს კარგავს. და საუკეთესო ის არის, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი წინასწარ დაინახა, მაგრამ მაინც ვერაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. გაგიყვანთ კერჩის სრუტეში. ეს სრუტე დიდი ხნის განმავლობაში რუსეთისთვის ლოგისტიკური მარშრუტი იყო და ერთ დროს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ძლიერებად ითვლებოდა. მაგრამ ახლა უკრაინას აქვს საშუალო მანძილის დარტყმის დრონები, რაც ნიშნავს, რომ კერჩის სრუტე აქტივიდან დიდ პრობლემად გადაიქცა. ზუსტად ეს ვიხილეთ 21 ივნისის ღამეს. უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა. დრონების დაბომბვის ბოლოს ხანძრები დაფიქსირდა ოკუპირებულ კერჩში, ასევე რუსეთის პორტ კავკასში, რომელიც კრასნოდარის რეგიონშია და თავად ყირიმშიც. კიდევ ერთი არტერია იხსნება. და ეს არის რუსეთის საწვავი და მარაგები, რომლებიც სისხლის ნაკადივით იღვრება. უკრაინა ამ ყველაფერს არ ერიდება. დარტყმების შემდეგ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე გამოვიდა, რათა პუტინს პირდაპირ ცხვირწინ მიაფინა რუსეთის მარცხი. უკრაინის ერთ-ერთი დარტყმის შედეგების კადრების გაზიარებისას ზელენსკიმ განაცხადა: გუშინ ღამით ჩვენი შორმანძილზე მოქმედი სანქციები ოკუპანტების სამხედრო ლოგისტიკას, ნავთობის ინდუსტრიას და საჰაერო თავდაცვას შეეხო. ეს ყველაფერი უბრალოდ პასუხია რუსეთის სასტიკ თავდასხმებზე ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მადლობას უხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებს, უპილოტო სისტემების ძალებს, უკრაინის თავდაცვის დაზვერვას და სპეციალური ოპერაციების ძალებს, მათი წარმატებული მუშაობისთვის, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე. უკრაინა ასე დარწმუნებულია თავისი ქმედებების დაბრუნებაში მიზეზის გამო. იცის, რომ რუსეთი ყირიმში მომთხვეული ყავს და პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ ეს ვნახეთ 21 ივნისს, რადგან უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების რაოდენობა გვიჩვენებს, რომ რუსეთს, რაც არ უნდა გადაწყვეტილებები ჰქონდეს უკრაინის მიერ ყირიმის ლოგისტიკური ბლოკადის დასაძლევად, საკმარისი არ არის. თვითმხილველთა ანგარიშების, სატელიტური ხანძრის დეტექციისა და უკრაინის ოფიციალური ცნობების კომბინაცია სრულ სურათს გვაძლევს. კერჩის სრუტის ორივე მხარეს ობიექტები დაზიანდა, მათ შორის საზღვაო ნავთობის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა კრასნოდარში და ნავთობის საცავი კერჩში. ყოფილი ობიექტი გამოიყენება საწვავის კრიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასატანად. ის მდებარეობს ჩუშკის ქვიშის ზოლზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრს რუსეთისთვის შავი ზღვისა და აზოვის ზღვის რეგიონებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პორტი კავკაზი კრასნოდარში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოკუპანტებს კრიმში და სამხრეთ უკრაინაში მარაგი არ მოადოდეთ. რაც შეეხება უკანასკნელს, ნავთობის საწყობის დაწვა ყოველთვის ნიშნავს ნაკლებ საწვავს პუტინის ძალებისთვის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უკრაინამ დაარტყა IGAZ-ის თერმინალის გათხევადებული გაზის კომპლექსს საწყობში და შესაძლოა საწვავიც გაანადგურა. Telegram-ის არხი Crimean Wind ავწელებს ინფორმაციას, რომ NASA-ს კომპანიის სატელიტური მონიტორინგის სისტემამ დააფიქსირა ეგრეთოდებული თერმული ანომალიები ქერჩის სრუტის რეგიონში, რომლებიც ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე დაიწყო. თერმული ანომალიები ნიშნავს მასიურ და შემზარავ ხანძრებს, რომელთაგანაც გაქცევა შეუძლებელია. United 24 მედიას დამატებით ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა განაცხადეს აფეთქებების, დრონების და რუსეთის საჰაერო თავდაცვის წარუმატებელი მცდელობების შესახებ, რომლებსაც ეს დარტყმები რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ქერჩში, ბაქჩისარაიში, სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში შეეჩერებინათ. ვიდეო მასალა უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. Crimean Wind ჩანელის მიერ გაზიარებულის გარდა, სერგი სტანენკოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქერჩის საზღვაო პორტი ცეცხლშია უკრაინის მასშტაბური დრონული დარტყმის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ მასიურ ხანძრებს, ჰაერში ამავა კვამს და ვიდეოებს, უზარმაზარი ცეცხლის შესახებ, რომელიც უკრაინამ გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივ სანახაობად იქცევა პუტინის შეჭრის დროს. ქვეყანა, რომელსაც არასდროს უნდა შეძლებოდა რუსეთის დარტყმა ასეთი მანძილიდან, თითქმის ყოველდღიურად უშვებს დრონებს, რათა გაანადგუროს რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და დააზიანოს ლოგისტიკა, რომელიც ყირიმს ამარაგებს. ორმხრივი დარტყმა უკვე საკმარისად ცუდია რუსეთისთვის, მაგრამ უკრაინა ამით არ შემოიფარდლა. უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთის კრასნოდარის ოპერატიულმა ჯგუფმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ტელეგრამზე. 21 ივნისის ღამეს კერჩის საბორანე გადასასვლელზე მტრის ძალების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ტემბრიუკის რაიონში კერჩის საბორანე გადასასვლელზე პანაგიას საბორანე დაექვემდებარა თავდასხმას. წინასწარი ინფორმაციით ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა. რუსეთი აშკარად ცდილობს შექმნას ნარატივი, თითქოს უკრაინამ სამოქალაქო საბორანე დაარტყა, რადგან არანაირ სამხედრო მიზანს ამ დარტყმისთვის არ ასახელებს, მაგრამ რუსეთი იტყუება. კიდევ ერთხელ, პანაგია არ არის საკრუიზო საბორანე. როგორც United 24 მედია ავრცელებს, ეს საბორანე სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის ლოგისტიკისთვის. მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან კერჩის ხიდზე განმეორებულმა თავდასხმებმა, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, პუტინის ძალებს აიძულა შეწყვიტათ ამ სახმელეთო მარშრუტის გამოყენება.
მედია ავრცელებს, რომ ღია წყაროების ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს, რომ ეს კონკრეტული საბორანე გამოიყენებოდა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპონენტებისა და სამხედრო ტექნიკის გადასატანად რუსეთის მატერიკსა და ტირიმს და ტირიმს შორის. პრიგოჟინის სპეცდანიშნულების ჯგუფს უნდა დაგაჯეროთ, რომ უკრაინამ ულმობლად მოკლა ადამიანი, რომელიც საბორანით მგზავრობდა. რასაც ისინი არ გეუბნებიან ისაა, რომ ეს საბორანე სამხედრო ობიექტი იყო და უკრაინამ მას ძლიერი დარტყმა მიადენა. საბორანეზე თავდასხმის შემდეგ რუსეთმა პანიკით უპასუხა. ყველა საბორანე ოპერაცია პორტკავკაზსა და კერჩს შორის შეჩერებულია, ხოლო რუსმა ხელისუფლებამ სამხედროებს დაავალა, რომ გამოიყენონ სახმელეთო მარშრუტები, რომლებიც გადის როსტოვ-დონზე, მელიტოპოლზე, მარიუპოლსა და სიმფეროპოლზე. ეს კარგი იდეა ჩანს. თითქოს უკრაინას არ დაუშვია ჯოჯოხეთური დრონული დარტყმები RR-280-ის გზატკეცილზე, რომელიც ამ რეგიონებს აკავშირებს უკვე რამდენიმე კვირაა. იცადე, ზუსტად ამას აკეთებს უკრაინა. პუტინის ხელქვეითებს უთხრეს, რომ უნდა გადახტნენ ტაფიდან პირდაპირ ცეცხლში, იმ სახმელეთო მარშრუტზე, რომელსაც უკრაინის დრონები აკონტროლებენ. ეს არის სასოწარკვეთა თავის სუფთა სახით და გვაჩვენებს, რამდენად ცუდად გამოსდის რუსეთს ქირიმის ოკუპანტების მომარაგება. პუტინის გადაწყვეტა მთავარი წლის გზის გადაკეთვაზე არის ის, რომ თავისი ჯარისკაცები სიკვდილის გზაზე გაუშვას, სადაც უკრაინის დრონებს ნებისმიერ დროს შეუძლია დარტყმა. და რუსეთს ბევრი არაფერი შეეძლება, რომ დაიცვას თავისი ტვირთი და მარაგები RR-280-ის გზატკეცილზე. უკვე დაუცველი ეს გზა, როგორც მთელი ხირიმი და მისკენ მიმავალი ლოგისტიკური მარშრუტები, კიდევ უფრო დიდ სამიზნედ იქცა. უკრაინამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაანადგურა 21 ივნისის რეიდის დროს. კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა, რომელიც ამ ყველაფრის დასაცავად უნდა იყოს განლაგებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ SBU-მ, ყველაფერი გაამჟღავნა Telegram-ის პოსტში და განაცხადა, გარდა ამისა, SBU და SOM წყობრიდან გამოიყვანეს 4 რადარის სადგური S-400-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემიდან და 2 ფანცირის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო და საარტილერიო სისტემა, რომლებიც პირდაპირ ყირიმის ხიდზე იყო განლაგებული. ეს საჰაერო თავდაცვის დანაყოფები განთავსებული იყო გადასასვლელთან ახლოს, რომელსაც უკრაინა რამდენიმე წუთში დაუმიზნა. აქ ჩვენ ხედავთ ძალიან გონივრულ და მრავალფენოვან მიდგომას დარტყმების განხორციელებაში. ჯერ საჰაერო თავდაცვა გაანეიტრალეს, შემდეგ კი სამიზნეებს დაარტყეს. მაგრამ ეს მხოლოდ ამისგან არ შედგება. 3 დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემის დაკარგვით, რომლებიც ყირიმს და მის ლოგისტიკას უნდა დაეცვა, რუსეთს ახლა უწევს გამკავება უზარმაზარი პრობლემის გამწვავებასთან და მათ საერთოდ გახადა ეს ყველაფერი შესაძლებელი. რუსეთს საჰაერო თავდაცვა ეწურება. და ეს ნიშნავს, რომ ყირიმი ნახევარკუნძულიდან იზოლირებულ კუნძულად იქცევა, რომელსაც თავის დაცვა აღარ შეუძლია. ეს არის უკრაინის მიზანი და ეს ყველაფერი იდეალური გეგმის ნაწილია, რომლისგანაც რუსეთს გაქცევა არ შეუძლია. მაგრამ სანამ ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაუღმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გამოიწერეთ არხი, ახლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, სანამ რეპორტაჟს დაუბრუნდებით. მოდით რაღაც ძალიან ნათლად ვთქვათ. რუსეთის ძალები ოკუპირებულ უკრაინაში დამოკიდებულია ტირიმზე. პუტინის შეჭრის უმეტეს პერიოდში რუსეთმა ისარგებლა ტირიმის ნახევარკუნძულობის სტატუსით, რათა თავისი ჯარები უკრაინის სხვა რეგიონებში მოემარაგებინა. მაგრამ ეხლა ეს სტატუსი იცვლება და უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი განმარტავს, როგორ ხდება ეს. ის ამბობს, რომ უკრაინა ტირიმს კუნძულად აქცევს, რაც რუსებისთვის ძალიან მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. ფედოროვმა მეტი აღარაფერი თქვა. ალბათ არ უნდა სიურპრიზი გაეფუჭებინა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და არსებობს 3 ძალიან ნათელი სცენარი, რომელიც უკრაინას შეუძლია შექმნას, თუ შეძლებს გააგრძელოს ყველაფერი, რასაც აკეთებს, რათა ყირიმი სრულ იზოლაციაში მოაქციოს. პირველ რიგში ყირიმი ამარაგებს რუსეთის ჯარებს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილებში. ეს ჯარები უნდა მიიწევდნენ რეგიონის დედაქალაქისკენ და პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთმა ეს ქალაქი ზაფხულის ბოლომდე აიღოს. მოძრაობა უკვე ნელია. მიუხედავად შეტევების გაძლიერებისა, RBC უკრაინა იუწყება, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს რეგიონში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია. პუტინის ხელქვეითებს ოდნავ მეტი ვიდრე 2 თვე აქვთ იმისთვის, რომ მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც მათმა შეშლილმა ლიდერმა დაუსახა. ეს უკვე ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. თუ ეს ძალები ყირიმიდან მოწყვეტილნი იქნებიან, ისედაც ნაკლებად სავარაუდო შეტევა შეუძლებელი გახდება. ზაპოროჟიეს ქალაქი გაუძლებს და რუსეთი კიდევ ერთ წელს შეხვდება, როცა ვერ შეძლებს ზაფხულის თვეების გამოყენებას. შემდეგ არის ხერსონი. შეიძლება უკვე იცით, რომ ეს კონკრეტული ოლქი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სიახლეებში იყო. ივნისის დასაწყისში უკრაინამ დრონით დაარტყა ჩერნობილის ხიდს, რომელიც ხერსონს ყირიმთან აკავშირებს და ამის შემდეგ დაარტყა ალტერნატიულ გადასასვლელებსაც, რომლებსაც რუსეთი თავისი იყენებდა თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. ეს უკვე საკმაოდ აშკარა მეორე შედეგზე მიუთითებს, რაც უკრაინის მიერ ყირიმის კუნძულად გადაქცევას მოჰყვა. რუსეთს ნამდვილად გაუჭირდება ხერსონის ოკუპირებული რეგიონების შენარჩუნება. უკრაინამ უკვე აიძულა პუტინის ძალები დაეტოვებინათ ოლქის დედაქალაქი 2022 წელს, რაც შესაძლებელი გახდა დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსული ლოგისტიკის მუდმივი დაბომბვით, რამაც ქალაქის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა. რასაც ეხლა ვხედავ ხერსონში, იგივე სტრატეგიის გაცილებით ფართო მასშტაბით განხორციელებაა. ალ-ჯაზირას ინფორმაციით 2025 წლის ზაფხულისთვის რუსეთი აკონტროლებდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დაახლოებით 3/4-ით.
უკრაინის მიერ ყირიმის იზოლაცია ბევრად უფრო გაართულებს რუსეთისთვის იმ ოლქის იმ ნაწილების შენარჩუნებას, რომლებზეც მისი კონტროლი ისედაც სუსტია. ვლადიმირ პუტინი იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილება, გადაიყვანოს მეტი ჯარი სხვა ოკუპირებული რეგიონებიდან ხერსონის დასაცავად, თუ დათმოს ეს ტერიტორია უკრაინისთვის. არც ერთი არჩევანი არ არის კარგი ვლადიმირ პუტინისთვის. და ეს კარგად გვიყვანს მესამე მოულოდნელ შედეგამდე, რაც უკრაინის მიერ ყირიმის კუნძულად გადაქცევას მოჰყვა. თუ უკრაინა შეძლებს ყირიმის სრულად იზოლირებას და ეს საქმე ჯერ დასრულებული არ არის, მაშინ ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთი მასშტაბური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გააგრძელებს თუ არა ის ჯარების შეყვანას დონბასის რეგიონში, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მშვიდობის მოლაპარაკებების ცენტრშია. ვლადიმირ პუტინს სასოწარკვეთილად სურს, რომ უკრაინამ ეს რეგიონი დათმოს და მან თავის ჯარებს პრაქტიკულად შეუძლებელი მიზანი დაუსახა. სექტემბრამდე ეს ტერიტორია უკრაინისგან წაართვან, ასე რომ კარგად ვიცით, რამდენად სურს მას ეს. თუ ვლადიმირ პუტინი მეტ ძალასა და ტექნიკასა კი ტექნიმში გადაიყვანს, რათა გააძლიეროს მისი დაცვა და შეამციროს იზოლაცია, ამით დაასუსტებს დონბასში შეტევას და კიდევ უფრო გახდის რუსეთის ზურგს იმ რეგიონში საჰაერო დარტყმებისთვის მოწყვეტს. არც ერთი ეს არჩევანი არ არის კარგი. ნებისმიერ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი კარგავს იმ კონტროლს, რომელიც გონია რომ აქვს რეგიონზე, რომელსაც აცხადებს, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. და უკრაინა აიძულებს მას, რომ უფრო მალე მიიღოს ეს გადაწყვეტილება. რუსული ლოგისტიკის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა დარტყმის გარდა, უკრაინის დრონებმა პირდაპირ დაარტყეს ყირიმსაც, ივნისის 21-ს. სერგეი აქსიონოვმა, რომელიც პუტინის მარიონეტი გუბერნატორია ნახევარკუნძულზე, გამოაცხადა, რომ იმავე დღეს, როცა ნახევარკუნძულზე დიდი საწვავის საცავი დაიწვა, ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გარიგო შეჩერდებოდა. ამგვარი რამ მხოლოდ გარკვეული დროით შეიძლება გაგრძელდეს, სანამ პუტინს არჩევანის გაკეთება არ მოუწევს. და სწორედ ეს, ყველაფერზე მეტად ხდის უკრაინის ყირიმის გეგმას ასეთ სრულ ყოფილს. აქ ამ ყველაფერში ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინა მიყვება გეგმას, რომელიც თავის არსში მარტივია, მაგრამ ისე ბრწყინვალედ ხორციელდება, რომ რუსეთს რეალური გაქცევის გზა აღარ რჩება. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამ გეგმას მოკლედ ხსნის. ყირიმის ამ ომის საკვანძო წერტილად აღწერისას, ჰოჯესმა უკრაინა ინფორმერს 27 მაისის ინტერვიუში აუხსნა, რას აკეთებს უკრაინა. ეხლა ჩემთვის ეს შეიძლება ცოტა მარტივად ჟღებდეს, მაგრამ ყირიმის გათავისუფლების პირველი ფაზა, ან პირველი ნაბიჯი, არის მისი იზოლაცია. იმ გზის გადაკეტვა, რომელიც ჟიანკოვში მიდის, ხიდის განადგურება, ამბობს ჰოჯესი და ამატებს. მეორე კი, და ეს თქვენს კარგ კითხვასაც ეხება, არის ის, რომ ყირიმი რუსებისთვის გამოუსადეგარი და უარგისი უნდა გახდეს. გულისხმობ, რომ ახლა უკრაინას შეუძლია ყირიმის ნებისმიერ წერტილს დაარტყას. უკრაინას ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლია ყველგან და არანაირი საიდუმლო არ არის, სად არიან რუსები, სად არის აეროდრომები, სად არის ფლოტი, რაც კიდევ დარჩათ ლოგისტიკა. ყველაფერი ცნობილია. ამიტომ უბრალოდ განაგრძობ დარტყმებს, რომ რუსებმა გააცნობიერონ, იქ დარჩენა შეუძლებელია. ყირიმი რუსებისთვის აღარაფერს წარმოადგენს. ეს მოკლედ რო ვთქვათ, სწორედ ისაა, რასაც უკრაინა აკეთებს. ყირიმის იზოლაცია ბევრ მიზანს ემსახურება, რადგან ხერსონისა და ზაპორიჟიას მსგავსი ადგილები რუსეთისთვის ბევრად უფრო სახიფათო ხდება. მომარაგების ხაზების გადაჭრა ყირიმიდან ამ რეგიონებში გარდაულად გამოიწვევს მეტი დაღუპულს პუტინის ცუდად აღჭურვილ ჯარისკაცებში. ასევე შექმნის შესაძლებლობებს უკრაინისთვის, რომ დაიწყოს კონტრშეტევები დასუსტებულ რუსულ ფრონტზე. მაგრამ მთავარი მიზანი ყოველთვის ყირიმის დაბრუნებაა. და იმის ნაცვლად, რომ ჯარები შეიყვანოს ნახევარკუნძულზე, უკრაინა ცდილობს ეს მიზანი ისე მიაღწიოს, რომ პუტინისთვის ყირიმის შენარჩუნება შეუძლებელი გახადოს. როგორც ჰოჯესი ამბობს, უკრაინამ იცის, სად მდებარეობს კუნძულზე ყველა მთავარი სამხედრო ობიექტი. ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მუდმივი შეტევა ამ ობიექტებს დარტყმისთვის ხელმისაწვდომს ხდის. და ეხლა, როცა უკრაინა ანადგურებს რუსულ ლოგისტიკას, რომელიც ნახევარკუნძულზე შედის და გამოდის, რუსეთი სერიოზულ პრობლემაშია. სათითაოდ წყდება კავშირები. 21 ივნისის თავდასხმა კიდევ ერთი მარშრუტია, რომელიც უკრაინამ სიკვდილის ზონად აქცია. მალე ყირიმი მოწყვეტილი იქნება როგორც კუნძული. ნახევარკუნძული ფაქტობრივად ბლოკადაში აღმოჩნდება, რაც რუსეთის მთელ უკრაინულ კამპანიაზე აისახება. ახლა უკრაინის ამოცანა მხოლოდ ყირიმზე ზეწოლის შენარჩუნება კი არ არის, არამედ მისი გაძლიერებაა. შეტევის ტემპი უნდა გაიზარდოს და Euromaidan პრესის მიხედვით სწორედ ამას ხედავთ უკვე. Euromaidan პრესი ამბობს, რომ უკრაინის K2 დანაყოფი შესანიშნავ მაგალითს იძლევა, როდესაც საქმე ყირიმის მომარაგებელ ლოგისტიკურ მარშრუტებზე, რუსული მომარაგების სატვირთოების განადგურების კამპანიას ეხება. აპრილში ამ დანაყოფმა 248 დარტყმა განახორციელა. მაისში ეს რიცხვი 354-მდე გაიზარდა. ივნისის შუა რიცხვებისთვის ამ დანაყოფმა 215 მანქანას დაარტყა, რაც მიუთითებს, რომ თვის ბოლოსთვის ეს რიცხვი 400-ს გადააჭარბებს. მაგრამ აქ იწყება ის ნაწილი, სადაც რუსეთისთვის უკვე საშინელი მდგომარეობა კიდევ უფრო სერიოზული ხდება. რუსეთმა ყველაფერი იცოდა, რაც მოხდებოდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. უკრაინის გეგმებში ყირიმთან დაკავშირებით დიდი საიდუმლო არ ყოფილა. ქვეყანამ 2025 წლის დიდი ნაწილი გამოიყენა დრონებით ყირიმის საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო ობიექტების დასარტყმელად ნახევარკუნძულზე. იმავე წელს უკრაინამ საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების შესაძლებლობები გამოავლინა, რაც ფართოდ გაშუქდა.
ფიოდოროვი აღნიშნავს, რომ წარმოება გაიზარდა და ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის პირველ 4 თვეში უკვე 300%-ით მეტი საშუალო რადიუსის დარტყმის დრონი შეიძინა, ვიდრე მთელ 2025 წელს. თუ ყველაფერი წინასწარ დაინახა, რატომ ვერ სძლო რუსეთმა უკრაინის შეჩერება? პასუხი მარტივია. რუსეთს არ აქვს საჰაერო თავდაცვა. უკვე 4 წელზე მეტი ომისა და უკრაინის კამპანიის შემდეგ, რომელმაც რუსეთისთვის 1427 საჰაერო თავდაცვის სისტემა და კიდევ მეტი დაჯდა, უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით რუსეთს საუკეთესო შემთხვევაში ფრაგმენტული საჰაერო თავდაცვა დარჩა. როდესაც ამას უმატებთ იმას, რომ რუსეთის უმეტესობა სისტემები კლასიკური საფრთხეების, მაგალითად ფთოსანი რაკეტების წინააღმდეგ იყო შექმნილი, იღებთ კატასტროფის რეცეპტს. საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების გამოჩენა ამ სისტემების უმეტესობისთვის კოშმარია. ისინი ასეთი ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ არ არიან შექმნილი. და ის ფაქტი, რომ ბევრი დრონი კომპოზიტური მასალებისგან, მაგალითად პლასტმასისა და ფანერისგან არის დამზადებული, მდგომარეობას კიდევ უფრო ამციმებს. სისტემები, რომლებიც სამიზნეების თბური გამოსახულებით დაფიქსირებისთვისაა შექმნილი, ბევრს ვერ გააკეთებენ დრონების წინააღმდეგ, რომლებიც მათ რადარებზე არ ჩანს. ყირიმის ფარი იშლება. და რაც კიდევ უფრო უარესია, რუსეთს არ შეუძლია შეიძინოს ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მის გასამაგრებლად არის საჭირო. 20 ივნისის ანგარიში ევრომაიდან პრესმა ესაუბრა დრონების მეთაურს, რომელსაც კოდური სახელით ჩარჯერი იცნობენ. უკრაინის 413 უპილოტო სისტემების პოლკთან თანამშრომლობისას ჩარჯერი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი პრობლემა ამჟამად ისაა, რომ მას არ შეუძლია მოიპოვოს მიკროჩიპები, რომლებიც მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის ასაშენებლად სჭირდება. რადგან ეს იშვიათი რესურსია, ძალიან ძვირადღირებულია, თხირებულია. და თუნდაც მწარმოებელს დოლარების ტომარა გადაუგდონ, საჰაერო თავდაცვა უბრალოდ არ გაჩნდება, რადგან მიკროჩიპი არ არსებობს, ამბობს ჩარჯერი და ამატებს. არ არსებობს მოწყობილობა, სადაც ფულს ჩაყრი და ის მოგცემს მიკროჩიპს, რომელიც ანტისაჰაერო რაკეტას მართავს. გაითვალისწინეთ, რომ რუსეთსაც სჭირდება მიკროჩიპები იმ რაკეტებისთვის, რომლებსაც უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს. ერთის დამარცხება მეორეს აკლებს და სწორედ ყირიმია, ვინც ამ ყველაფრის ფასს იხდის. რუსეთს აქვს სხვა მეთოდებიც დრონებთან გასამკლავებლად. ელექტრონული ბრძოლის სისტემებს შეუძლიათ სიგნალების დაბლოკვა, რათა დრონები გზიდან გადაახვევინონ. ან ასე იყო. იმ დრონებით, რომლებსაც უკრაინა იყენებს ყირიმის იზოლირებისთვის, სიგნალების დაბლოკვაც კი ვეღარ მუშაობს. უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმის დრონები მხოლოდ რუსულ ზურგს არ ხდის მისაწვდომს. ბევრი მათგანი, მაგალითად ჰორნეტი, რომელიც 2026 წლის კამპანიაში ყირიმის წინააღმდეგ გამორჩეული იყო, ასევე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სამიზნემდე მისასვლელად. ეს გამორიცხავს სიგნალების დაბლოკვის შესაძლებლობას, რის გამოც რუსეთს რჩება მხოლოდ სულ უფრო მეტად გაცვეთილი საჰაერო თავდაცვის სისტემების იმედი, რომლებიც უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეიძლება გადალახოს და დაარტყას. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთს არ აქვს საშუალებები, რათა დაიცვას თავი უკრაინის ყირიმის სტრატეგიის წინააღმდეგ. და პუტინმა და მისმა გარემოცვამ ყველაფერი იციან წინასწარ. უკრაინამ არ დაუმალა თავისი მიზნები, ასე რომ რუსეთი მოულოდნელად არ აღმოჩენილა ფაქტის წინაშე. თეორიულად თავდაცვა მარტივია. უნდა გაანეიტრალონ უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმის დრონები. ეს გადაარჩენს ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისთვის, მაგრამ რუსეთს ეს არ შეუძლია. პუტინის ძალები მახეში გაბმულ ვირთხებს კვანან. მახე უკვე დაეცა და ვირთხამ ზუსტად იცის, რა პრობლემაც უნდა გადაჭრას, მაგრამ გაქცევის გზა არ არსებობს. დასუსტებულ ვირთხას მხოლოდ სიკვდილის დაუდება შეუძლია. აი ასეთ მდგომარეობაშია ახლა რუსეთი ყირიმში. უყურებს, ელოდება და სასწაულის იმედი აქვს, რომ გადაარჩენს მის უკანონო ანექსიას. მაგრამ ეს სასწაული არ მოვა. ყირიმში და მის გარშემო რეგიონებში მხოლოდ კიდევ უფრო მეტი საშუალო სიშორის დარტყმის დრონი გამოჩნდება. მახე ამოქმედდა. რუსეთიდან სიცოცხლე ნელ-ნელა იწურება და ადრე თუ გვიან სინათლე ჩაქრება. პუტინის ყირიმი დასრულდება. შეგიძლიათ იკამათოთ, რომ უკვე დასრულებულია. ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთის უპირატესობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო უკრაინაზე, ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე ოკუპაციის განმავლობაში ოდესმე ყოფილა. ყირიმი რუსეთისთვის თვირთად იქცა და კიდევ ბევრ ამას შეგვიძლია ავხსნათ, როცა საქმე ეხება როგორ და რატომ. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, ნახეთ ჩვენი ანალიზით ყირიმის მდგომარეობაზე და რატომ არის ეს ასეთ ცუდი პუტინისთვის. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ყოველდღე შემოიარეთ The Military Show-ს ახალი ვიდეოებისთვის. და მადლობა როგორც ყოველთვის, რომ უყურებთ.